ჩვენ დავასრულეთ შესავალი, განვიხილეთ ის ძირითადი ძალიან საბაზო ელემენტები, რომლებიც აუცილებელია და რომლებიც შემდგომ ცოდნის მიღებაში გამოგვადგება და მათ გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. ჩემი რამდენიმე რჩევა მინდა მოგცეთ აი ამ გაკვეთილებთან დაკავშირებით. პირველი ის რომ როდესაც გაკვეთილებს უყურეთ, რასაც მე ვაკეთებ, თქვენც ეცადეთ რომ თან აკეთოთ და წეროთ კოდი, ვინაიდან პრაქტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. სწორედ ამიტომ ყოველი თემის შემდეგ მე შევეცდები მოგცეთ პატარა ძალიან მარტივი დავალებები, რათა გაიგოთ რამდენად კარგად აითვისეთ კონკრეტული თემა. ამ შემთხვევაში ეს იქნება ტრივიალური ამოცანა არ შეიძლება ეწოდოს ამას, უბრალოდ ჩვენს პროგრამას გადავცემთ ესე იგი ორ მნიშვნელობას, ერთი იქნება მთელი რიცხვი, ხოლო მეორე იქნება რაიმე მარტივი სტრიქონი, დავუშვათ 5 სიმბოლოიანი. და ჩვენი პროგრამა უბრალოდ ციკლის საშუალებით უნდა დაბეჭდოს ეს სტრიქონი იმდენჯერ რა მნიშვნელობასაც შევიტანთ, რა რიცხვის მნიშვნელობასაც შევიტანთ. ასე რომ ჩემი რჩევა იქნება მეტი პრაქტიკა გქონდეთ. თუ კი რაღაც შეკითხვები გაქვთ, რაღაც საკითხები გაურკვეველია, ან უნდობნად მოგეჩვენათ, დაწერეთ კომენტარების სახით, გკითხეთ და ვეცდები რომ ყველა შეკითხვაზე გიპასუხოთ დროულად. თუ კი ამ პრაქტიკას არ გაივლით თქვენ ამ გაკვეთილების ყურებას აზრი არ აქვს და შეიძლება თავი დაანებოთ ახლავე, რადგან ეს რომ შევადაროთ გავს სავარჯიშო დარბაზში ტელევიზორის საყურებლად სიარულს. მოკლედ ვისურვებთ წარმატებებს და ეცადეთ რომ ეს მარტივი ასე ვთქვათ დავალება დაწეროთ და გააკეთოთ.